როგორც ამბობენ, ვაშლი ხიდან შორს არასდროს ვარდება. ნიჭიერ ადამიანებს ნიჭიერი შვილები ხავთ ხოლმე. ხშირად კი ეს ჭეშმარიტება ერთზე მეტ შვილზეც ვრცელდება და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ერთ სფეროში თანაბრად წარმატებული დედმამიშვილები ხშირად გვინახავს. ერთ-ერთ წინა ვიდეოში სწორედ ასეთ ადამიანზე მოგიყევით, უოლტერ ბენტლიზე, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიას ძმასთან, ჰორას ბენტლისთან ერთად უდიდესი ისტორია აჩუქა. ბენტლები რომ გვერდით გადავწიოთ, ადიდასი გირჩევნიათ თუ პუმა? ადიდასი ჯობია პუმას. მე მინდა პუმა. იცოდით რომ სპორტული სამოსის მწარმოებელი ამ ორი გიგანტის დამაარსებლები ადოლფ და რუდოლფ დასლერები ძმები იყვნენ. თუ არა მაშინ ამიერიდან გეცოდინებათ. ან მოგზაურობა თუ გიყვართ და ხშირად დაფრინავთ. იცით ამისთვის მადლობა ვის უნდა გადაუხადოთ? დიახ, ორვილ და ვილბურ რაიტებს, ძმებს, რომლებმაც პირველი თვითმფრინავი შექმნეს. ნუ დაგავიწყდებათ ძმები ტვიქსებიც, ჩვენი ბავშვობის რეკლამებიდან. მართალია მათ არც უარსებიათ, თუმცა ჩვენ ხომ გვჯეროდა, რომ უხსოვარ დროში ტვიქსი მარჯვენა და მარცხენა ჩხირება სწორედ ძმათა განხეთქილების გამო გაიყო. თუ ჯერჯერობით ვერ მიხვდით, პირდაპირ გეტყვით. ეს მორიგი საავტომობილო ისტორიაა, რომელშიც ძმებ დოჯებზე მოგითხრობთ და ბენტლის ისტორიის მსგავსად ესეც არანაკლებ ტრაგიკულია. მოკლედ, მოიმარაგეთ ხელსახოცებით ცრემლების შესამშრალებლად და მოგვისმინეთ. თუმცა სანამ ჩვენს მოსმენას დაიწყებთ, გაიხსენეთ სოკრატეს სიტყვები. მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, რადგან კრისტალ ავტოს YouTube არხი არ მაქვს გამოწერილი. გამოიწერეთ, მიიღეთ ცოდნა ყოველკვირეულად, აბა? თავი პირველი. ფეხში შველა მეოცნებები. ჩვენი ისტორია მიჩიგანში იწყება, ქალაქ ნაილსში, სადაც 1864 წელს ჯონ ფრენსის დოჯი, 1868 წელს კი მისი უმცროსი ძმა ჰორას ელგინ დოჯი დაიბადა. თუ ბავშვობაში გიწუწუნიათ იმაზე, რომ PlayStation-ი არ გქონდათ, ღარიბი მექანიკოსის ოჯახში დაბადებული ძმები ფეხსაცმლის უქონლობას უჩიოდნენ. და იცით როგორია მიჩიგანში ზამთარი? ცივი, გრძელი და თოვლიანი. გაჭირვებამ ძმები ძალიან დაახლოვა. ისინი ერთნაირად იცვამდნენ, ერთნაირად ჭამდნენ, ერთნაირად სვამდნენ და როგორც მოგვიანებით მთელმა დეტროიტმა გაიგო, ბარებშიც ერთნაირად კარგად ჭუბობდნენ. ჯონი ბიზნესის საკეთებლად დაბადებული ადამიანი იყო. ჰორასი კი გენიოსი ინჟინერი. ერთი სიტყვით, ეს ორი ადამიანისგან შემდგარი არმია იყო, რომელიც მალე მთელ ამერიკას დაიპყრობდა. მამის სახელოსნოში მუშაობა პირველად ყელში უფროს ძმას ამოუვიდა. ჯონ დოჯმა ჯიბეში მატარებლის ბილეთის საყიდლად აუცილებელი 50 ცენტი ჩაიგდო და თავისი ამერიკული ოცნების საძებნელად დეტროიტს მიაშურა. ნიჭიერი ახალგაზრდა კვირაში $16 სანაცვლოდ მალევე მოეწყო კომპანიაში, რომელიც ორთქლისა და სტაციონალური ძრავების მიმართულებით სპეციალიზდებოდა. მალევე უფროს ძმას ჰორასიც შეუერთდა. გასამრჯელო მის შემთხვევაში კიდევ უფრო მოკრძალებული იყო. კვირაში $13. ეს დოლარია. ხუთი მოიხადე ბიჭო, ეს დოლარია. თუმცა ისტორია კინაღამ დასაწყისშივე დასრულდა, როცა ჯონს ტუბერკულოზი დაემართა. ეს სასიამოვნო დიაგნოზი დღესაც არ არის, თუმცა 1880-იან წლებში საიქიოში მიმავალი მატარებლის პირველი კლასის ბილეთი იყო. I'm dying, sister. Okay. Yeah, I got TB. როგორც წესი, ასე დროს ექიმი გირჩევდათ, რომ არ გესუნთქათ, ან არ დაგეხველებინათ. მაგრამ ჯონ დოჯის მკურნალი უფრო გამოცდილი აღმოჩნდა და დამწყებ ინჟინერს გაურკვეველი ელექსირი გამოუწერა, რომლის 42%-იც ალკოჰოლი იყო. ალბათ იფიქრებთ, ეს ხომ წამალი კი არა ჯეკ დენიელსიაო, რაც ლოგიკურია. მაგრამ ფაქტია, ჯონ დოჯი გადარჩა. ავადმყოფობას უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია. ძმებმა როგორც ჩანს ირწმუნეს, რომ სასმელი დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალება იყო და სიცოცხლის ბოლომდე დეტროიტული ბარების ხშირი სტუმრები გახდნენ. ჯონის ტუბერკულოზი
ძმებმა გვამლითა და ორთქლით სავსე ქარხანაში მუშაობას დააბრალეს და მალევე ახალი ნაკლებად სახიფათო სამსახურის ძიება დაიწყეს. როცა დაავადებული ჯონი მკურნალობდა და მუშაობა არ შეეძლო, ოჯახის შესანახად ჰორასი მეორე სამსახურში მოეწყო, სადაც გაიცნო კაცი, რომლისგანაც ავტომშენებლობის შესახებ ძალიან ბევრი რამ ისწავლა. ეს კაცი ჰენრი ლელანდი იყო. გენიოსი, რომელმაც მოგვიანებით ორი ამერიკული ბრენდი, კადილაკი და ლინკოლნი დაარსა. 1892 წელს ძმები კანადაში გადავიდნენ და დასაქმდნენ კომპანიაში, რომელიც საბეჭდ მანქანებს აწარმოებდა. აქ დოჯებმა უმცირესი დეტალების მაღალი სიზუსტით დამზადება ისწავლეს, რაც მოგვიანებით ძალიან გამოადგათ. სწორედ კანადაში ცხოვრებისას ჰორასმა ველოსიპედის 4-წერტილიანი ბურთულა საკისარი გამოიგონა. ინოვაციური მექანიზმი, რომელმაც იმ პერიოდში ავტომობილზე არანაკლებ პოპულარული ტრანსპორტის მართვა ბევრად გაამარტივა. გასაოცარი სწორედ ეს არის. ძმები დოჯების პირველი კომპანია, რომელიც ფრედ ევანსთან ერთად დაარსეს, ველოსიპედებს აწარმოებდა. გამოგონება დაპატენტდა. ევანსის შესანიშნავმა მარკეტინგულმა უნარებმა კი მნიშვნელოვანი შემოსავალიც მოიტანა. თუმცა გაგიკვირდებათ, მაგრამ 1900-იანი წლების დასაწყისში ველოსიპედების ინდუსტრიაში კონკურენცია იმდენად მაღალი იყო, რომ პარტნიორებმა ბიზნესის გაფართოება გადაიფიქრეს. თავიანთი წილი კომპანიაში $7,500 გაყიდეს და დეტროიტს დაუბრუნდნენ, სადაც პირველი სახელოსნო გახსნეს. ცნობილი გამონათქვამის თანახმად, ღმერთი ბავშვებსა და ლოთებს წყალობს. დოჯების ბავშვობა დიდი ხნის ჩავლილი იყო, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ძმები სასმელთან ყოველთვის მეგობრობდნენ. თავი მეორე. ტოქსიკური პარტნიორობა ჰენრი ფორდთან. ახალმა სახელოსნომ დეტროიტში სახელი მალე გაითქვა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ტიპის მექანიზმს მიიტანდით. ძმები იქიდან მას აუცილებლად შეკეთებულს გამოგატანდნენ. ამან მალევე მიიქცია ამერიკული ავტომშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, Olds Motorworks-ის დამფუძნებელ ილაი ოლცის ყურადღება, რომელმაც ჰორასსა და ჯონს სუხე კონტრაქტი შესთავაზა. ძმებს მისი მოდელარ Carved Dash-ისთვის ძრავები უნდა ეწარმოებინათ. Carved Dash კომერციულ სენსაციად იქცა და 1902 წელს Oldsmobile უკვე წელიწადში 2500 ერთეულს უშვებდა, რაც მაშინდელი სტანდარტებით შთამბეჭდავი მაჩვენებელი იყო. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ძმები მდიდრდებოდნენ, მათი სახელოსნო გაფართოვდა, რეპუტაცია კი ძალიან ამაღლდა. და აი სწორედ ამ დროს მათ კარზე დააკაკუნა ყველაზე დიდმა ამერიკელმა, რომელსაც საავტომობილო სფეროში ფეხი შეუდგამს. ჰენრი ფორდმა. თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს ის ჰენრი ფორდია, რომელსაც აქედან 10 წელიწადში ვიხილავთ. ამ დროს ის უბრალოდ მეოცნებია, რომელიც წარუმატებელი ბიზნესმენის რეპუტაციით სარგებლობს. მისი პირველი ორი მცდელობა, დაიარსებინა საავტომობილო კომპანია, ჩაფლავდა და ჰენრი ამან ძალიან აზარალა. თუმცა თუ ელეანორ რუზველტს დავუჯერებთ, მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების მშვენიერების ჯერად. ფორდი კი სწორედ ასეთი კაცი იყო. სხვათა შორის, ამ ბრწყინვალე გონების ადამიანს, რომელმაც არაფრისგან მთელი იმპერია შექმნა, ჩვენ წარსულში ვიდეოც მივუძღვენით. როგორც კი ამ ვიდეოს ყურებას დაასრულებთ, გადადით და მათი მთავარი კონკურენტის შესახებაც გაიგეთ საინტერესო ფაქტები. ხო, გავაგრძელოთ. ფორდი პირისპირ შეხვდა დოჯებს და უთხრა, რომ მიეცათ მხოლოდ ერთი შანსი. What I will ask you though is, can you give me one more day? და ერთად აწარმოებდნენ იმდენ მანქანას, რამდენიც Oldsmobiles ყველაზე ტკბილ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა. ძმებს რუტინული გამდიდრება მობეზრდათ და ვაბანგზე წავიდნენ. გაწყვიტეს კონტრაქტი ილაი ოლცთან და ფორდისთვის მუშაობა დაიწყეს. ძმების სახელოსნო ფორდის ავტომობილებისათვის სავალ ნაწილს ამზადებდა, რომლის გარეშეც ტექნიკურად მანქანა უბრალოდ არ არსებობს. შეგვიძლია გავბედოთ და ისიც ვთქვათ, რომ თუ 1900-იან წლებში ვინმე ფორდს მართავდა, ეს სინამდვილეში დოჯი იყო, რომელსაც ფორდის ტანსაცმელი ჩააცვეს. მიუხედავად წარმატებებისა, ჰენრი ფორდს საკმარისი ფინანსები არ აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ ბიზნესის კეთების წაწყის ეტაპზე ძმებისათვის გადაეხედა. ურთიერთობა დაიძაბა, კონტრაქტი გაწყვეტასთან ახლოს მივიდა, თუმცა საქმეში ჯონ დოჯის ბიზნესის გენია ჩაერთო. უფროსმა ძმამ ჭკუით ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ბიზნესმენს აჯობა და შესთავაზა წინადადება, რომელზეც ჰენრი ფორდი უარს ვერ იტყოდა. I'm gonna
ისეთ რამე შევთავაზებ და უჭირდება უარის თქმა. კონტრაქტის გაწყვეტის ნაცვლად დოჯებმა პარტნიორს $7,000 ვალის ჩამოწერა და დამატებით $3,000 ინვესტიცია შესთავაზეს. თუმცა ჰენრის თავისი კომპანიის აქციების 10% მათთვის უნდა დაეთმო. ფორდი დათანხმდა, რაც მოგვიანებით ბევრჯერ ინანა. 1903 და 1914 წლებში დოჯები ფორდის თითქმის ყველა მოდელის წარმოებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ლეგენდარული Model T-ს. ჰენრიმ ძმებისთვის მიცემული პირობა პირნათლად შეასრულა. კონვეიერული სისტემის სრულყოფილებამდე დახვეწის ხარჯზე კომპანიას ახალი ავტომობილის აწყობა ყოველ 90 წუთში შეეძლო. თუ მიახლოებითი მასშტაბები გაინტერესებთ, 1914 წელს მსოფლიოში ყოველი 10 ავტომობილიდან 9 ფორდი იყო. ძმებმა თავიანთ ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა 100-დან 5,000-მდე გაზარდეს და მსოფლიოში ავტონაწილების ყველაზე დიდ მწარმოებლად იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფორდისა და დოჯების პარტნიორობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მხარეები აუცილებლად გაიყრებოდნენ. გახსოვთ, როგორ უპასუხა დარიოსის სამშვიდობო შემოთავაზებას ალექსანდრე მაკედონელმა. არ შეიძლება ორი მზეცის გაბადონზე, ისევე როგორც არ შეიძლება ორი მბრძანებელი დედამიწაზე. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. ჰენრი ფორდს სურდა ერთადერთი ყოფილიყო. ძმები დოჯები კი დაიღალნენ იმ ადამიანთან ურთიერთობით, რომლის ქედმაღლობა და სიჯიუტეც მათი უშუალო და ჭკუამხიარული ხასიათისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. წლების განმავლობაში ჰორას დოჯი ფორდისთვის რჩევების მიცემას ცდილობდა, თუ როგორ დაეხვეწა თავისი მოდელები. თუმცა ეს უკანასკნელი მათ არასდროს ითვალისწინებდა და მოუწოდებდა ძმებს, რომ თავიანთი საქმე ეკეთებინათ. მისი ავტომობილების დიზაინისაგან კი თავის შორს დაეჭირათ. ხოდა ერთ დღესაც ჯონ დოჯს ელში ამოუვიდა თავისი საუკეთესო ქმნილებების ხბისთვის მიყიდვა. დატოვა ფორდ მოტორ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია და ცნობილი სიტყვები წარმოთქვა. დავიღალე ჰენრი ფორდის პიჯაკის ჯიბეში ჯდომით. 1914 წლის 1 ივლისს ძმებმა დეტროიტს დოჯ ბრაზერს მოტორ კომპანიის დაბადების შესახებ ამცნეს. ამ დროისათვის ჰორასისა და ჯონის რეპუტაცია იმდენად მაღალი იყო, რომ რამდენიმე თვეში სადებიუტო მოდელის Model 30-ის პრეზენტაციაზე 6,000 ადამიანი მივიდა. ეს იყო მანქანა, რომლის მსგავსად აქამდე არ უარსებია. მისი 4 ცილინდრიანი ძრავა იმ დროის ვარსკვლავზე Ford Model T-ზე 15-ით მეტ 35 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს მსოფლიოს პირველი მანქანა იყო, სრულად მეტალის კორპუსით, 12 ვოლტიანი ელექტროსისტემით, ელექტროსტარტერით, მაშუქებითა და სპიდომეტრით. ერთი სიტყვით, Model 30 რკინის კაცი იყო სამყაროში, რომელშიც იქამდე ბორბლებიანი ფაეტონი მეფობდა. ამიტომ შემთხვევით არ ყოფილა, როცა დაარსებიდან ერთ წელიწადში კომპანიამ 45,000 მანქანა გაყიდა და ამერიკის მესამე ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის პოზიცია დაიკავა. 1917 წელს გაყიდვებმა 100,000 გადააჭარბა. დოჯი აწარმოებდა სედანებს, სატვირთოებს, როდსტერებს და უკვე სამხედრო ავტომობილებსაც კი. ამ ყველაფრის კეთებაში კი ძმებს ფორდის აქციების 10%-დან უზრუნველად მიღებული დივიდენდებით ძალიან ეხმარებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, ჰენრი ფორდი კონკურენტებს ფულს უხდიდა და განვითარებაში ეხმარებოდა, რაც ძალიან არ მოსწონდა და თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა. მაგნატმა აქციების მფლობელებისათვის დივიდენდების გადახდა შეწყვიტა. გამოთავისუფლებული სახსრებით კი ყველა დასაქმებულის ხელფასი გააორმაგა და Model T-ს ფასი კიდევ უფრო შეამცირა. ასე მისი კომპანია იზრდებოდა. დოჯები კი ფინანსურად ზარალდებოდნენ. რა თქმა უნდა, ძმებმა იჩივლეს. 3 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ კი ფორდი დამარცხდა და $2 მილიონი გადახდა დაეკისრა. ეს ბოლო წვეთი იყო. მაგნატმა გადაწყვიტა, ძმები თავისი ცხოვრებიდან საბოლოოდ გაეკრო. აღიარა დამარცხება და მათი წილი თავის კომპანიაში ასტრონომიულ ფასად $25 მილიონ გამოისყიდა. ჯამურად $10,000 ინვესტიცია ჰორასმა და ჯონმა $22 მილიონ აქციას და ყოფილ პარტნიორს საბოლოოდ გაეყარნენ. კი, შურისძიება ნამდვილად ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა. თუმცა ჰენრი ფორდს ეს კერძი ზედმეტად გაუცივდა და დოჯებზე შური ვერასდროს იწია.
თავი მესამე. ამერიკული იმპერიის ესპანური დასასრული. 1900-იანი წლების მიწურულს ძმებისთვის ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. 1916 წელს მოდელ 30 იმ დროისათვის არც ისე ცნობილმა ლეიტენანტმა, მოგვიანებით კი ლეგენდარულმა გენერალმა ჯორჯ პატონმა პანჩო ვილას წინააღმდეგ მექსიკის სადამჭელო ექსპედიციაში გამოიყენა, რითაც ის ერთ-ერთ პირველ სამოქალაქო ავტომობილად იქცა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებაში აღმოჩნდა. სხვათა შორის, ეს მექსიკელი რევოლუციონერიც მოგვიანებით 1919 წლის დოჯს მართავდა. მოკლედ, ამ წარმატებას მალევე მოჰყვა სამხედრო კონტრაქტი და პირველ მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ავტომობილებით მომარაგება. ძმების რეპუტაცია ოკეანეც კი გადაცურა და დოჯი გახდა კომპანია, რომელიც საფრანგეთის არმიას 155 მმ-იანი ქვემეხების უკუცემის ჩამხშობი მექანიზმებითაც კი ამარაგებდა. 1919 წელს კომპანიამ წელიწადში 145,000 ავტომობილი გაყიდა, რითაც ამერიკის ყველაზე წარმატებულ ავტომწარმოებლებს შორის მეორე ადგილამდე აღზევდა. ძმებმა საავტომობილო სამყაროს დაპყრობასთან ერთად სოციალური ბარიერის გარღვევაც შეძლეს. ალბათ გაგიკვირდათ, თუმცა დეტროიტის არისტოკრატული კლასი ჰორასსა და ჯონს არასდროს წყალობდა. მიუხედავად გამდიდრებისა, მათი წარმომავლობა სოციალურ სტატუსზე მაინც უარყოფითად მოქმედებდა. ესეც რომ არ ყოფილიყო, ძმების ქცევა მაღალი საზოგადოების ჩარჩოებში მაინც არასდროს ჯდებოდა. აბა ვინ მოიწონებდა ამ ხელა მილიონერების სამუშაო დღის შემდეგ ბარებში რიგით დასაქმებულებთან ერთად სიარულს და შემდეგ ამავე ხალხთან ერთად მუშტიკრივის გამართვას. თუმცა ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ნათქვამია, და როგორც ჯეი გეტსბიმ, არისტოკრატიაში თავიანთი ადგილი თანდათან დოჯებმაც იყიდეს. როგორც გითხარით, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა. უბრალო წარმატების ისტორიაში ხომ ამაღელვებელი არაფერია. და სანამ დოჯების ტრაგედიაზე გიამბობთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ტირილი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ. ამ ნაწილის სათაურში ნახსენები ესპანური დასასრული რა გეგონათ? ჰორას და ჯონ დოჯები გაკოტრდნენ, საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდნენ და სეატი დაარსეს? არა, 1920 წელს ძმები ნიუ-იორკში ავტოშოუზე დასასწრებად გაემგზავრდნენ, საიდანაც ხელცარიელი არ ჩამოსულა. ჰორასმა ფილტვებით ესპანური გრიპი ჩამოიტანა. ლოგინად ჩავარდნილ ძმას ჯონი გვერდიდან არ მოშორებია და როცა ჰორასი გამოჯანმრთელების გზას დაადგა, დაავადებამ ძირს ჯონიც დასცა. კაცი, რომელმაც სხვადასხვა დროს ტუბერკულოზი და ჰენრი ფორდის ადვოკატები დაამარცხა, ესპანურ გრიპთან ვერაფერს გახდა და სულ რაღაც 10 დღეში მოულოდნელად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰორასი გამოჯანმრთელდა, თუმცა გადატანილმა ტრაგედიამ საბოლოოდ გატეხა. ჩემი ძვირფასი ძმის გარდაცვალება ჩემთვის სიმხელა და ნაკარგია, რომ იმ წლებზე ფიქრისაც კი მეშინია, რომელიც მის გარეშე უნდა გავატარო, ამბობდა ის. თუმცა ეს ოპტიმისტური ფრაზა გამოდგა. მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამძიმდა. ჰორას ციროზი აღმოაჩნდა და სულ რაღაც 11 თვეში უმცროსმა დოჯმაც ზეციურ დეტროიტში გადაინაცვლა. ჰენრი ფორდს ჯეკპოტი დაეცა. ის, რაც მან თითქმის 20 წლის განმავლობაში თავისით ვერ შეძლო, ზედმეტი ძალისხმების გარეშე მისგან დამოუკიდებლად მოხდა. კომპანია არ გაკოტრებულა. მისი მართვის სადავეები ძმების ძველმა მეგობარმა ფრედერიკ ჰეინსმა გადაიბარა და 1925 წლამდე საქმე შესანიშნავად გაუძღვა. თუმცა შემდეგ ჰორასისა და ჯონის ქვრივებმა დოჯ ბრაზერს მოტორ კომპანიის საინვესტიციო ბანკს $146 მილიონ მიხიდეს. გამოუცდელი მმართველების ხელში სულ რაღაც 2 წელიწადში გაყიდვები 40% დაეცა და მფლობელი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამჯერად მყიდველი უოლტერ კრაისლერი იყო. მან კომპანიის სახელიდან მხოლოდ ძმების გვარი დატოვა და ის მომდევნო რამდენიმე ათწლეულში კრაისლერის ჯგუფის პერფორმანსზე ორიენტირებულ ქვებრენდად აქცია. სწორედ კრაისლერის კოლგის ქვეშ დოჯის მარკამ საავტომობილო სამყაროს 60-იან წლებში ჩარჯერი, 70-იანებში ჩელენჯერი, ხოლო 90-იანებში ვაიპერი აჩუქა. ვერ დავიწუწუნებთ.
სამივე ლეგენდა ძალიან გვიყვარს და ამიტომ კრაისლერსაც ვემადლიერებით. მაგრამ რა იქნებოდა ძმებს, რომ ენცო ფერარივით 90 წელი ეცოცხლათ? ამას ვერასდროს გავიგებთ. თუმცა არ მოიწყინოთ. ყოველ ჯერზე, როცა დოჯის ზრავის ღრიალსა და დამდნარი საბურავების განწირულ კიბილს გაიგებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ჯონ და ჰორას დოჯების სიცილის ხმაა და ისინი სადღაც შორს საიქიოში გახსნილ პაპში ჩანგანს, BYD-ს, შერისა და სხვა ჩინურ ელექტრომობილებს დასცინიან. ან ჰენრი ფორდს.